განვითარების ბანკი ბანკის ფუნქციების გარეშე რა ინსტიტუტების შექმნას გეგმავს ოცნება გიყვებით რამდენიმე წუთში. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ანაკლიის სპორტ შეუძლია მნიშვნელოვნად გააფართოვოს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას. რომეო მიქაუტაძის პროკურორი ირაკლი მარშანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. საპროცესო გარიგების სანაცვლოდ პროკურატურა ზიანის ანაზღაურებას და დანაშაულის აღიარებას ითხოვს. ენგურხესის სიმძლავრე 260 მეგავატით არის შემცირებული. საქართველოს უმსხვილესი ჰესის ერთ-ერთი ჰიდროაგრეგატი გაჩერებულია, რისთვისაც ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი. გალთენ თაგარტის შეფასებით საქართველოს მიანმარში ტურიზმიდან 325 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, 13%-ით მეტი ვიდრე შარშან. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. არაკლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით ქართული ოცნება ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს, როგორც პრემიერი კობახიძე განმარტავს, საუბარია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საქართველოს განვითარების ფონდის და სააგენტოს აწარმოის საქართველოში გაერთიანებით ერთიანი ინსტიტუციის შექმნაზე. ეს ორგანიზაცია საკუთარ სახელწოდებაში გამოიყენებს ტერმინს ბანკი, თუმცა არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც ეროვნული ბანკის ლიცენზიას საჭიროებს. შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში. რას მოუტანს ეკონომიკას ოპტიმალური მართვის მოტივით დაწყებული პროცესი, რა ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის განვითარების ბანკს და შევა თუ არა ის კონკურენციაში კომერციულ ბანკებთან. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა პირველადი შეფასებები ამ ინიციატივაზე. ნუცა, გისმენთ. ნინო, მოგესალმებით. დიახ, როგორც ჯერჯერობით ამ დროისთვის არის ცნობილი, ქართული ოცნება მთავრობა გეგმავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი დააფუძნოს შექმნას ორი უკვე არსებული სტრუქტურის შერწყმის და რეორგანიზაციის შედეგად. ეს არის უკვე არსებული საქართველოს განვითარების ფონდი, ანუ ყოფილი საპარტნიორო ფონდი და ასევე სააგენტო აწარმოე საქართველოში. როგორც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, ეს იქნება ბანკის ფუნქციების მქონე ინსტიტუცია, თუმცა არ იქნება კლასიკური ბანკი. გქონდათ ჩვენ დღეს შესაძლებლობა მათ შორის საბანკო სექტორის წარმომადგენლების ნაწილის მოსაზრებები და პირველადი შეფასებები მოგვესმინა მთავრობის ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგალითად როგორც ჩვენთან საუბარში ბაზის ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, მათთვის უცნობია ჯერჯერობით ახალი ინიციატივის დეტალები, თუმცა დავით საავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ზოგადად მსოფლიოში არის პრაქტიკა მსგავსი განვითარების ბანკების შექმნასთან დაკავშირებით და იგი მისი თქმით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს პირდაპირი კონკურენტი არსებული კომერციული საბანკო სექტორის. არ ამგონია, რომ ეს იყოს პირდაპირი კონკურენტი კომერციული ბანკების, სხვა ინფორმაციას ამცხოვრად არ ვფლობ. ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში არის მსგავსი პრაქტიკა, შესაბამისად დავალოთ მოვლენების განვითარებას, როგორი სახით ჩამოყალიბდება და რა მანდატი ექნება ამ ახალ სტრუქტურას. რაც შეეხება უკვე ეკონომისტების და სპეციალისტების შეფასებას, მათ საკმაოდ ბევრი კითხვა აქვთ ქართული ოცნების მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მათი კითხვა შეეხება თუ რა იქნება აი ამ ახალი გაერთიანებული უწყების დაფინანსების წყარო, იქნება თუ არა ეს არსებული ბიუჯეტი, რომელიც მაგალითად აწარმოეს საქართველოს სააგენტოსთვის არის გამოყოფილი, ასევე მათ მაინც აქვთ კითხვები რეალურად გახდება თუ არა არსებული კომერციული საბანკო სექტორის კონკურენტი ახალი უწყება. ზოგადად ისინი ამბობენ, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა არის, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში ეკონომიკის განვითარების მიზნით მთავრობები ქმნიან სახელმწიფო განვითარების ბანკებს, თუმცა საქართველოს რეალობაში მათი შეფასებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. გვაქვს ეს მთელი რიგი პროგრამები აწარმოეს საქართველოსთან დაწყებული, რომლებიც ასე ვთქვათ აი ამ მიმართულებით მუშაობენ და მაშინ რატომ გაჩნდა საჭიროება ახალი ბანკის შექმნის, რომელიც აი ამ ყველა ფუნქციას ერთად შეითავსებს და თუ ამ ყველა ფუნქციას შეითავსებს, მაშინ ემატება ის, რომ კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი დაჭირდება აი ამ ბანკს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი დააფინანსოს და ამის ბიუჯეტი რამდენად აქვს სახელმწიფოს, აქაც ასე ვთქვათ კითხვის ნიშნები ჩანს. რამდენად
აქვს მას мотиваცია, რომ ეკონომიკურად მიმზიდველ მომგებიან პროექტებში თუ სფეროებში განახორციელოს ეს, ასე ვთქვათ, თავის დაფინანსება და აქ ჩნდება nepotizmis საფრთხეები, აქ ჩნდება პოლიტიკური ნიშნით საფრთხეები, რომ მისთვის მიზანშეწონილი, მისთვის სასურველი, ასე ვთქვათ, ფიზიკური თუ იურიდიული პირები უფრო მეტად, ასე ვთქვათ, დააფინანსოს. ბევრ ქვეყანაში არის გავსი ტიპის ბანკი, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბანკის აუცილებლობა არსებობს და ასეთი პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან არის საჭირო. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ზედმეტად ამ ტიპის საქმიანობაში და უნდა მივანდოთ ეკონომიკის განვითარების და სწორი დაკრედიტების პროცესი ზოგადად საბანკო სისტემას და საფინანსო სისტემას და უკეთ აფასებს რისკებს და უკეთ იცის ვთქვათ რა პროექტების დაფინანსება ღირს და რა პროექტების დაფინანსება არ ღირს. როგორც ცნობილია, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე ქართული ოცნება გეგმავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტში შესაბამის საკანონმდებლო პაკეტი შეიტანოს, რომელიც ერთი მხრივ არსებული საქართველოს განვითარების ფონდის ლიკვიდაციას უკავშირდება, ხოლო მეორე მხრივ განვითარების ბანკის დაფუძნებას შესაბამისად მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი დეტალი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე მომდევნო პერიოდში გვექნება. მადლობა ნოცა, რა კითხვები გააჩინა დაანონსებულმა ეკონომიკის განვითარების ბანკმა ნოცა შუბაშვილი საუბრობდა. სულ რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი TSEU-ს აღარ შეუერთდება. ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და გააჟღერა. შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება TSEU-სთან, თქვა კობახიძემ, რომელმაც ბრიფინგი გამართა ამ შეხვედრის შემდეგ და მან განმარტა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს დარჩება ის ტექნიკური საგნები, რომლებიც 90 წლებამდე იყო ამ უნივერსიტეტში, ხოლო სხვა დამატებითი ფაკულტეტები მილევად რეჟიმში ფუნქციონირებს და შემდეგ უკვე ის დამატებითი ფაკულტეტები, როგორც არის მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი ან სხვა მსგავსი ტიპის ჰუმანიტარული ფაკულტეტები გადავა მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას საკმაოდ დიდი პროტესტი უძღოდა წინ როგორც TSEU-ს, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების და სტუდენტების მხრიდან. ორივე უნივერსიტეტი ამ გაერთიანების წინააღმდეგი იყო, გაერთიანებაზე კი ყველამ, მათ შორის ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც 29 იანვარს ბრიფინგიდან შეიტყვეს. ახლა კი სხვა თემები, პორტის პროექტი მეტად პოლიტიკურია, თუმცა განხორციელების შემთხვევაში ანაკლიას შეუძლია შუა დერეფანში საქართველოს როლი გააფართოვოს. ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაში აღნიშნული. ევროკომისია ფაქტობრივად პირველად ანაკლიის პორტს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელის გაფართოების პროექტების ნაწილს მიაკუთვნეს. დოკუმენტის მიხედვით ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების კონტექსტში ანაკლიის პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება, რომელსაც შუა დერეფანში საქართველოს პოზიციის გაძლიერება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 8 თებერვალს დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებელ კომპანიას მაშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გამოავლინა. 10 წლის თავზე კი საქართველოს მთავრობა ახალ ინვესტორთან კვლავ მოლაპარაკებების პროცესშია. მინდა რა უშლის ხელს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებას და რა წერია ევროკომისიის ანგარიშში პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ეკა გაზდელიანი გვერდება ამ თემით პირდაპირ ეთერში. ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო. ანაკლიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააფართოვოს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, წერს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატი კვლევაში. ამავდროულად კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ პორტის პროექტი მეტად პოლიტიკურია და ის, რომ პროექტში ჩართულია ჩინური კომპანია CCCC შუა დერეფანში ჩინეთის როლს აძლიერებს. 2024 წლის მაისში ანაკლიის პორტის პროექტი ჩინურ კონსორციუმს გადაეცა, რაც პეკინს მომავალში შავ ზღვაზე დასაყრდენს თავაზობს. აღნიშნულია კვლევაში. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ პორტის სრული პოტენციალის ასამუშავებლად აუცილებელია ლოგისტიკური კავშირების გამართვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, საბაჟო პროცედურების გაციფრულება, თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების გამართვა, რომლებიც ანაკლიის პორტს მოემსახურებიან. ევროკავშირის ანგარიში ანაკლიას განიხილავს არა როგორც იზოლირებულ ობიექტს, არამედ უფრო დიდი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ნაწილს.
პროექტი არის ძალიან პოლიტიკური. ამჟამად ის ხორციელდება საჯარო კერძო პარტნიორობის ფარგლებში, ჩინეთის საკომუნიკაციო მშენებლობის კომპანიის ხელმძღვანელობით. რეალიზების შემთხვევაში ანაკლია შეძლებს მნიშვნელოვნად გააფართოოს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის ზრდას. ანაკლიის სპორტის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს დერეფნის გამტარუნარიანობა და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის მდგრადობას. პროექტის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემა პეკინს აძლევს შესაძლებლობას მოიპოვოს სამომავლო დასაყრდენი შავ ზღვაზე, რაც დერეფნის ოპერაციებში ჩინეთის როლს კიდევ უფრო აძლიერებს. აქ სანიშნავია, რომ ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2016 წლის 8 თებერვალს ანაკლიის სპორტის მშენებელი კომპანია დაასახელა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ზარზეიმით ამცნო საზოგადოებას ამ პროექტის განხორციელება. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყებოდა და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნებოდა, ხოლო ამუშავებისთანავე წელიწადში 7 მილიონი ტონის გატარება შეძლებდა. დღეს პორტის პროექტზე კვლავ მომავალ დროში საუბრობს ოცნების მთავრობა და ხელშესახები ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არ გადადგმულა. სპეციალისტების შეფასებით ანაკლიის სპორტის პროექტის 10 წლიანი დაყოლნება საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია. პორტის პროექტის დასრულების შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დამატებითი 1%-იანი ზრდის პოტენციალი იქნებოდა. გარდა ამისა, ანაკლია სიტის განვითარება და ინგლისური სამართლის ამოქმედება საქართველოს საერთაშორისო საზღვაო რუკაზე სრულად ახალ საფეხურზე აიყვანდა. მაგალითად, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო მხარდაჭერისა, პროექტის გაჭიანურებული ტემპები და რეგიონული კონკურენციის ზრდა საგანგაშოა, განსაკუთრებულ საფრთხედ კი ზანგეზურის დერეფანი განიხილება. ორგანიზაცია ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინს, რომ 2029 წელს ანაკლიის სპორტის პროექტი პირველ გემებს მიიღებს, სკეპტიკურად უყურებს და შეგვიძლია ახლა შეფასება მოვისმინოთ. ვერ დავეთანხმები ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც ცალსახად აღიარა, რომ 2029 წელს 600 კონტეინერი და პირველი გემი შემოვა ანაკლიაში. ჩვენმა ორგანიზაციამ კვლევაც კი ჩაატარა და იდენტური ნავსადგური შევირჩიეთ ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოში და 3 წლის განმავლობაში იმანაც კი ვერ შეძლო, რომ ინვესტიციების არსებობის პირობებში ნავსადგური აეშენებინა და გარკვეულწილად ეს გადაგორების, ასე ვთქვათ, პოლიტიკა სახელმწიფოთვის არ არის მისაღები და აქედან გამომდინარე უფრო ზარალდებით ეკონომიურად და ისეც უნდა აღინიშნოთ, რომ შუა დერეფანს თავისი ანაკლიის დაბოლოებით მე ვფიქრობ დაახლოებით 1%-მდე მუშაკოს ზრდის შესაძლებლობა ექნებოდა. დადებითად უნდა განვიხილოთ, რომ ევროპული სივრცე მაინც მიიჩნევს მიუხედავად 10 წლიანი აი ამ დაყოვნებისა, რომ ეს არის განუყოფელი ნაწილი ტრანსევროპული ქსელების, მაგრამ ისეც უნდა გვახსოვდეს, რომ ზანგეზურის დერეფანზეც ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ბაქოში და იქაც განიხილება ტრანსევროპულ ქსელებთან, ასე ვთქვათ, ადაპტირების საკითხი. ანაკლიის პროექტი, რომელიც 2016-17 წლიდან უკვე აქტიურ ფაზაში უნდა გადასულიყო, სპეციალისტების ნაწილი შეფასებით მართლაც პოლიტიკური манипуляციების სამიზნედ იქცა, თუმცა მთავარ პრობლემად სახელდება ის, რომ სანამ ანაკლიის სპორტის პროექტი მოლოდინის რეჟიმშია, დღის წესრიგში ფოთის ნავსადგურის განვითარების საკითხი უნდა დამდგარიყო, ხოლო ანაკლიის პროექტის წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეკონომიკური დაუსაბუთებლობა სახელდება. ლევან სულაბერძის განმარტებით, პორტი დამძიმებულია მაღალი ინფრასტრუქტურული ხარჯებით, რაც ბიზნესისთვის ინვესტიციის ამონაგების პერიოდს არაპროგნოზირებად ხდის. სახელმწიფოს მხრიდან კაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც განსაზღვრავდა ანაკლიის, ფოთის და ბათუმის პორტების ფუნქციურ განაწილებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანზიტო დერეფანში. ძალიან სუსტი კომუნიკაცია მთავრობასა და ბიზნეს შორის. ბიზნესმა არ იცის რა უნდა აკეთოს, იქიდან გამომდინარე არ არსებობს სტრატეგია. ხელისუფლებამ, ქართულმა ინფრასტრუქტურამ უნდა გააკეთოს კვეთრი განაცხადი ყველგან, სადაც ამის საშუალება არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სავაჭრო მოედანი აზიური ექსპორტისთვის, კრიტიკული მინერალებისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ დაგროვების ადგილი იმ ტვირთებისთვის, რომელიც საინტერესოა ევროპელი და ამერიკელი მომხმარებლისთვის და თუ ნებისმიერი მომხმარებლისთვის მსოფლიოს სხვა რეგიონში. აქ უნდა გაშენდეს დიდი სასაწყობო მეურნეობები და ისეთი სანავსადგურო ინფრასტრუქტურა, რომელიც შეძლებს დიდი გემების მომსახურებას. სასაწყობო მეურნეობები უნდა იყოს ისეთი, რომელიც საშუალებას მოგცემს არა მხოლოდ კონტეინერებს მომსახურებთ, არამედ აქ დაგროვდეს დიდი მოცულობის ტვირთები ერთდროულად და მომსახურებთ დიდ ტვირთებს. კონტეინერის გატარება ეკონომიკურ თვალსაზრისით არ ატარებს ისეთ დიდ ეკონომიკურ ეფექტს, როგორიც არის მაგალითად ტვირთის მიღება, დასაწყობება, თუნდაც კონტეინერიზაცია ადგილზე ჩვენთან.
ანუ დამატებითი ღირებულებები, დამატებითი მომსახურებები უნდა შევქმნათ ჩვენ იმისათვის, რომ აი ეს მნიშვნელობა და ფუნქცია რეგიონში შევინარჩუნოთ. მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია, რატომ ვერ მოხერხდა 10 წლის განმავლობაში პროექტის განხორციელების დაწყება, ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც ანაკლიას ფოთს და ბათუმს საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანებდა 10 წლის თავზე პროექტი კვლავ საწყის წერტილზეა, თუმცა უკვე შეცვლილი გეოპოლიტიკური მოცემულობით რეგიონული კონკურენცია კი არ იცდის. ანალიტიკოსების შეფასებით ზამბეზურის, ტრამპის და რუსული მარშრუტები რეალურ საფრთხედ რჩება. მადლობა ეკა, ვინდა რა უშლის ხელს ანაკლიის სპორტის პროექტის განვითარებას და რა წერია ევროკომისიის ანკარაში სპორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ეკა გაზდელიანი საუბრობდა. ენერგოობიექტების მიერ გადახდილი ქონების და მიწის გადასახადის ნაწილი შესაძლოა კონკრეტულად იმ სოფელსა თუ თემს გადაეცეს, სადაც ეს ელექტროსადგურია განთავსებული. რამდენიმე წლიანი ელოდინის შემდეგ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარედგინოს. აღნიშნულს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა. კრედას იურისტის განმარტებით საუბარია კანონის ამოქმედების შემდეგ აშენებული ენერგოობიექტების მიერ ქონების გადასახადის განაწილებაზე, ისე რომ თავად მოსახლეობა გადაწყვეტს, რას მოხმარდეს გადახდილი თანხა. კანონის 3 სიმძლავრის სადგურს განასხვავებს, მცირე სადგურის შემთხვევაში გადახდილი ქონების გადასახადის 50% რჩება ადგილობრივ თემს, საშუალო შემთხვევაში 40%, ხოლო დიდი სადგურის შემთხვევაში 30%. საკუთრივ მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ სარგებელს რაში გახარჯავს, რა პროექტის დასაფინანსებლად მიმართავს ამა თუ იმ თანხას. რაც შეეხება წილობრივ გადანაწილებას, ჩვენი კანონპროექტის მიხედვით ჩვენ ერთმანეთსგან გავმიჯნეთ ეგრეთ წოდებული 3 ტიპის ელექტროსადგური, მცირე, საშუალო და დიდი ელექტროსადგურები. კანონპროექტის მიხედვით მცირე სადგურის შემთხვევაში გადახდილი ქონების გადასახადის 50% რჩება ადგილობრივ თემს, საშუალო შემთხვევაში 40%, ხოლო დიდი შემთხვევაში 30%. ეს ყველაფერი მომდინარეობს ჩვენს მიერ შესწავლილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიღწევებიდან. შესაძლებელი არის ისიც, რომ შესაბამისი ელექტროსადგურის რომელიმე გეოგრაფიულ არეალთან ახლოს არ იყოს რაიმე ტიპის ადგილობრივი თემი ან დასახლების საერთო კრება. მოგეხსენებათ, რომ არც თუ ისეთი იოლი დემოგრაფიული მდგომარეობა არაერთ სოფელში და არაერთ რეგიონში, ასე რომ ასეთი მოვლენის ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში სარგებელი მაინც არ დარჩება გაუნაწილებელი და ის გადანაწილდება ელექტროსადგურიდან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქმედი დასახლების საერთო კრების და ადგილობრივი თემის სასარგებლოდ. საქართველოში უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურხესი ტექნიკური სამუშაოებისათვის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. ენგურხესში აცხადებენ, რომ ამჟამად ჰიდროაგრეგატი გაჩერებულია, შესაბამისად ენგურხესის სიმძლავრე 260 მეგავატით არის შემცირებული. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით სატურბინო წყალსატარის რკინის მოსახვის დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოებია ჩასატარებელი, სამუშაოების საერთო ღირებულება კი დაახლოებით 270,000 ლარია. აღსანიშნავია, რომ ენგურხესი საქართველოს ენერგოსისტემის წამყვანი ჰიდროელექტროსადგურია, რომლის წილად მოდის წლის განმავლობაში ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 30%, ხოლო წყალდიდობის პერიოდში, რაც აპრილი-აგვისტოს პერიოდს მოიცავს, ეს მაჩვენებელი 65-70%-ია. აღსანიშნავია, რომ ენგურხესი ელექტროენერგიას ყველაზე იაფი მიმწოდებელია საქართველოში. აღნიშნული დაზიანების უმოკლეს დროში აღმოფხვრელობა საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ენგურხესის, ასევე საქართველოს ენერგოსისტემის ფინანსურ და ტექნიკურ მდგრადობას, ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი 262%-ით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით გასული წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ კარტოფილის ექსპორტიდან 27,3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და ყველაზე დიდი მოცულობით კარტოფილი რუსეთში გაყიდა. პარალელურად იზრდება იმპორტიც, მეზობელი თურქეთიდანაც. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ გასულ წელს ექსპორტის მასშტაბური ზრდა მეზობელ ქვეყნებში დაფიქსირებულ დაბალ მოსავლიანობას და მაღალ მოთხოვნას უკავშირდებოდა, რის გამოც ადგილობრივებმა ორჯერ გაზარდეს მოსავლის დიდი ნაწილი კი ექსპორტზე გაიგზავნა. თუმცა გაზაფხულზე ქვეყანაში შესანახი მეურნეობების სიმცირის გამო კარტოფილის იმპორტის საჭიროებაც დადგა. სექტორში ჩართული პირები ამბობენ, რომ ქვეყნიდან მაღალხარისხიანი კარტოფილი გადის ექსპორტზე, ხოლო პესტიციდებით დატვირთული პროდუქტი იმპორტზე შემოვიდა, რაც რისკის შემცველი იყო. ყოველი წელი, თქვათ, იმ მოლოდინით იწყება, თუ როგორი მოსავალი ექნება მეზობელს და როგორ ფორმირდება ფასი. შესაბამისად, ფერმერმა შეიძლება ძალიან იხეიროს ერთ წელს და მეორე წელს გავიდეს მინუსში.
მაშინ როცა თქვათ, კარგი მოსავალი აქვთ მეზობლებს, ჩვენთან კარტოფილის ექსპორტი ფაქტიურად ძალიან მინიმალურ ნიშნულზეა და მაინც დამოკიდებული ვართ რეგიონალურ ესე ვთქვათ სიტუაციაზე. როდესაც იყო უხმოსავლიანი პერიოდი 24-25 წლის მოსავალი მაქვს ფედერალობაში, ამ დროისათვის რუსეთის ფედერაციაში იყო კატასტროფულად ცუდი ამინდები და შესაბამისად მათ შიდა ბაზარზე ძალიან დიდი დეფიციტი გაუჩნდათ, თორე ზოგადად რუსეთი არ არის კარტოფილის იმპორტიორი ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება სტაბილურ ბაზრად ჩაითვალოს. ძირითადი წილი მოდის უფრო საექსპორტო ესე რო ავიღო და დავყოთ იანვარი-მაისის თვეზე. წელსაც კი იყო რაღაცა რაოდენობა გავიდა ექსპორტზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით და გასული არის ძალიან მცირე რაოდენობა. ალბათ დღის მონაცემებით ექსპორტირებული თუ იქნება, აი ჩემი სავარაუდო მოლოდინია, რაც ადგილზე ხედავ სიტუაციას, რომ რა რაოდენობა გაედინება 2000-2500 ტონის ფარგლებში იქნება სავარაუდოდ. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმიან ამბებს ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. ნახვამდის.